ინერციაც არსებობს, ხო? იმ ელემენტარულ ინფორმაციასაც იმენაზე იღებდნენ რა. მარტოს მარტო კომუნიკაციის საშუალება არ იყო, სადაც არსებობის გამართლებასავით იყო რა. მე მახსოვს ელცინი ჩამოვიდა, ეკა ესეთი ამბავი იყო, მეცნიერებათა აკადემიაში ელცინის ქონდა, ჩვენს აკადემიკოსთან შეხვდა და ესე ცრემლები მოდიოდა ჩვენს ღვაწლში აკადემიკოსს, იმიტომ რომ ივან ისა და ეუნებოდნენ ჟურნალებს ოდიშ ჩამოგვიტანთო. ელცინი მოთხოვა ჩავალ და გამოგიგზავნითო. ანუ სამეცნიერო ჟურნალები სხვა ენობრივი სამყარო მათთვის არ არსებობს სამეცნიერო, იმასაც ხო რუსულად ღებულობდნენ. ისიც რომ გაწყდა აი რას ცრემლები მოდი გახარებულები იყო, რომ იმ კაცმა ინფორმაციას ჩამოიტანა, მარტო თვითონ კი არ ჩამოვიდა. გოგესმის რასო მოგდა. გასაგებია ხო, ასეთი ადამიანები ძალიან ძნელია ხო. ვიღაც შეიძლება ისეთ ასაკში რომ სხვა ენას ვეღარ ისწავლის. ანუ სხვა ენის საშუალებით ვერც ინფორმაციას ვიღებს, ვერც განათლებას. მაგრამ ახალი თაობაში სამყარო უნდა იყოს გახსნილი ხო. როგორ შეიძლება შემოვიზუსტოთ და შემოვიზღუდოთ თავი, მარტო რუსულის ვწოდნით. თუმცა სულ არ ვამბობ, რომ ცუდია რუსული, ან რუსული სწავლა. მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთივე უცხო ენა ნებისმიერი ქართულის, როგორც სხვა ვთქვათ, ფრანგული თუ ესპანური და აქ პრიორიტეტი არ უნდა იყოს რუსულის, თორე კი ბატონო, ჯერ ვისწავლოთ ინგლისური, ესპანური და მერე ვისწავლოთ ჩინურის, მერე რუსული, რატო არა? კაი ბატონო და მაინც მინდა გკითხო ესე. დიახ, არ დამზოგო. ერთი ყველაზე აქტუალური თემა. უნდა აღვადგინოთ თუ არა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი იმ სიტუაციაში, როგორც ვიმყოფებით. ისა, ეკა დიალოგი, მაგის ეს არასწორი შეკითხვა, ხო ვაგიხსენი ერთხელ. რატომ მან ერვიულებ? ეს შეკითხვა არ შეიძლება ადამიანს კითხო რომ მომხრე ხარ თუ არა დიალოგის. ადამიანი ყოველთვის დიალოგის მომხრე იყო, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც არ არის დიალოგის მომხრე, ის გადადის ძალადობაზე. მე არა მაქვს ოკუპირ, როცა ის არ აღიქობს შენ ტერიტორიებს ოკუპირებულად, რომელიც ოკუპირებული აქვს, როცა ამბობს რომ ეს საერთოდ არ განიხილება ეს საკითხი მისთვის. აი ეს სიტუაციაში სხვა მე დიალოგს ეკა კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. არასოდეს არ იტყვის ისა რუსეთი, არასოდეს არ აღიარებს რომ საქართველოს მისი ჯარი არის საოკუპაციო, არასოდეს. და პირიქით ჩვენ გამუდმებით უნდა ვიმეოროთ ეს არის საოკუპაციო ჯარი. ეს არის ჩვენი სამშობლო და აპრობილიყავთ რუსებს. მაგრამ ამის მიუხედავად ყოველთვის უნდა თქვათ რომ ჩვენ ვართ დიალოგის მომხრე. დიალოგის მომხრე, იმიტომ კი არა რომ სადღეძელობით დავლევა და პრიმაკოვის დაბადების რაც შეიძლება მეტი ქართველი დავპატიჟოთ. მაგიტო კი არა. იმიტომ რომ საოკუპაციო ჯარი აღარ იდგეს აქ. იმიტომ რომ ჩვენ მაგის ძალა არ აქვს ახლა რომ იარაღით ვებრძოლოთ. პირველი ნაბიჯი ყოველთვის არის დიალოგი. მოთამაშეების ჩართვით გვინდა დიალოგი. ეხლა რაც შეეხება ამ უცნაურ ტერმინს, რომელიც ქართულ პოლიტიკოსებს მოიგონეს და ჟურნალისტებმა აიტაცეს, რომელიც მეზიზღება, ანუ ადამიანებს უწოდებენ მოთამაშეებს და როცა საუბარია საქართველოს და ან რომელიმე ქვეყნის ბედზე. ეს არის ძალიან შეურაცხყოფელი, რომ მოთამაშეებს ეძახენ, ჩვენ პოლიტიკოსებს მოიგონეს და ვითომ კაია, ეხლა რომ ეს ის მოთამაშე, ეს მოითომ კარის ნიშნავს რამეს. რას ნიშნავს ჩემი ბედით მოთამაშე, ვინ არის ნაძრილები? გესმის რას ვამბობ? ჩვეულებრივ რამე. ჟურნალისტებმაც აიტაცეს, ვითომ კაი ტერმინია, იმიტომ რომ ვითომ ხო ახალი ტერმინი იყო და უკვე დამკვიდრდა რა და ყველა ასე იმეორებს რომ ახლა ვიღაცაზე ამბობდნენ გუშინ ახალი მოთამაშე გამოჩნდა ქართულ იმაშიო ვითომ ჩემი ბედი და ჩემი სამშობლო მე მაგადის ათამაშო რა ხო გესმის რას ვამბობ ამიტომ შენ მაინც ნუ იტყვე ეკა ვარსკვლავი კალი ხარტო ორგანიზაციებთან ერთად კარგი გაჩერდი არა ეს ტერმინი არ ეხმარო მეთქი გეღვეწები ეკა ხო გამიწია ანგარიში ვაი ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ველაპარაკოთ რუსეთს? არა, უკეთესია ხო, რასაკვირველია, უკეთესია რომ საერთაშორისო დაბა მარტო რომ მივადგე წაგებული, გაუბედურებული და ისა ფეხებზე არ ვკიდივთ რუსებს, არ ვცნობენ, ხალხად არ ვთვლიან, ხო ხედავ, არ გველაპარაკებენ. ჩვენ ხელშებროს მithumedes არ ცნობენ და ჩვენ როგორ უნდა მოვიდა, არ დაველაპარაკებენ, ეკა, ხო იცი? ხო და ბლოგაზე ესეც შეფასება. არა, ჩვენ თუ საერთაშორისო მაგას შეთანხმება, რატომ ჩვენ არ გველაპარაკებენ რუსები, ეკა, რა შეთანხმება? ჩემ შეთანხმება რატომ და მაგას? ერთადერთი შემიძლია უთხრა რომ აგერ მე მყავს კიდე მეგობარი. კი, მე ვარა გაუბედურებული, კი ბატონო, საშინელება ჩავიდი, მაგრამ მყავს მეგობარი, ვისაც შენაფასებ, ანუ ჩემი სახელი შეუძლია იმან ვილაპარაკოს. რასაც ეს მაგას ნიშნავს რომ დიალოგის მომხრევა. თორემ მე იმას კი არ ვიცი, ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო იმას კი არ ამბობს რომ რა ქვია, დაბომბვა უნდა დავიწყოთ ცხინვალს. ამას კი არ ამბობს. არა, დიალოგის მომხრევა, როგორ აგერ ჩემთან ერთად აი ეს კაცი მე თუ არ მენდობი, კი მე მთული მანიაკად ხო კი ბატონო, აგერ არის, ვისაც აფასებ, ვისთანაც ისედაც გაქვს დიალოგი და ჩემს თემებზე ის ილაპარაკებს. ეს რა თქმა უნდა, მაგინიზია დიალოგის მომხრე, აბა სხვას კი არ აქვს. ყოველთვის უნდა იყოს ეკა პირველი ნაბიჯი არის დიალოგი. ადამიანი, რომელიც თulis რომ მაგით განსხვავდებით ჩვენ ცხოველებისგან, რომ დიალოგში ვერ შედიან ცხოველები. პირდაპირ გადადიან ძალისმიერ მეთოდებზე და ჩვენ ჯერ დიალოგი ხო ამ დრო დავამთავროთ. დიალოგი უნდა ვაწყოთ ინგლისურად თუ რუსულად. დიალოგი ჩვენ თარჯიმნების საშუალებით, კაცო, ეს როგორ გეკადებ, ისე შემწყვა ერთხელ სააკაშვილი იყო იაპონიაში და ისა რა ქვია, რუსულად უთარგმნიდნენ ისა. სად ნუ გადამრი იაპონიაში ვეფხისტყაოსანი აქვს, ეკა თარგმნელი ქართულიდან იაპონურად, რას მელაპარაკები?
ეგ არის ტყუილი, ეგ არის ჩემი მშობლიური ენის სახელმწიფო ენის პატივცემულობა. ჩვენ ვერ ხვდებით ისეთ შეცდომებს უშვებთ. როგორ შეიძლება ეგეთი რამ? იაპონიაში თან წარმოვიდგინე რა ქვეყანაა. ხო სასაცილოდ არ ეყოფათ, რომ იმათ გონია რომ ჩვენც ასეთები 40 საუკუნის ქვეყანა და უცებ ჩამოვიდა იმათ პრეზიდენტს სხვა ენაზე მელაპარაკება. სულ სხვა დამყობელი ხალხის ენაზე, ეხო აბსურდია.